მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაშია და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უბრუნდებით Dodge Chargers. მაიცა შენ სტიქიაში ხარ. მერე? Fast and Furious-ზე ლაპარაკობთ, ხო? ნეტარატო. ნეტარატო. მოკლედ დღეს შემოგთავაზებთ Forza-ის Dominic Toretto's Dodge Chargers ლეგენდარულს Green Light-ის წარმოების თანაც და თან ჩემი საყვარელი მასშტაბით 1.53 და ერთ-ერთ უიშვიათეს მოდელს. იმიტომ რომ ეს მოდელები აღარ იშოვება და მინიმუმ $50 ჭდება. და თან აღარ გამოდის. ხო რა, ანუ აღარ გამოდის. და სანამ მანქანის ისტორიას მოყვებით და რაღაც, ნუ Dodge ჩვენთან ბევრჯერ იყო. კი. ბევრჯერ ვახსენეთ. ბევრჯერ ვამარიერეთ ეს. გამოვაჩინებ, ნუ პირველი მანქანა და აუღახლა რაღაც. აი ეს არის Green Light-ის წარმოების ხო თქვი და მოყვები პატარა ისტორიას Green Light-ზე. კი ბატონო. როგორ დაიწყო Green Light-მა კინოს ხაზი. ოღონდ სანამ მოყვები არხი გამოიწერეთ. ხო ეგ მოვიწყე ახლა Forza-ის დროს მოვიწყდება რა გავაკეთე. გააზიარეთ, დაალაიქეთ. 10,000 გამომწერამდე აგვეყვანე და მაგარ მანქანას გაჩვენებთ. კი. უი ამათ ფარები ღია აქვს. მაგას იმიტომ რომ 1970 წლის ჩარჯერია და თან პირველ სერიაში. ეს არის პირველი სერია. ბრალო, მასე. კი, მაგარი მანქანა ძალიან. პირველ სერიაში ეს მანქანა ღია ფარებით არის. ის რომ გაბრაზდება Toretto და რომ დაქოქავს. კი ბატონო. მამა ჩემის მანქანა იყო და იმდენად მაგარი მანქანა იყო რომ მეშინ უნდა რა. ო, მეშინი არ ულთან დაждომისო არა. ხო. ნუ მოკლედ Green Light-ზე რა შეიძლება ითქვას 2002 წლიდან არის ბაზარზე. და პირველად საკოლექციო მოდელებს არ აწარმოებდა. ხო. აწარმოებდა სათამაშოს. მფლობელი სახელი არ მახსოვს. ვინ იყო? ერთი ტიპი იყო რა, რომელმაც დაიწყო სათამაშოების წარმოები და მერე გადავიდა საკოლექციოზე. და მერე რატომღაც გაყიდა. ხო, აი სუბიკვირს ხომ რა გინა ბურაჯო და მაისტორო ავიყოთ. ხო. ჩინელებს მიყიდეს. ანუ ეგეთი ბიზნესები რომელიც სამართლებს რატომ უნდა გაყიდო? თან მით უმეტეს როცა ბაზარზე უკვე ზიხარ რა, კარგად. გაყიდეს მოკლედ ეს Green Light-ი და იყიდეს ძმებმა 2013 წელს და გადაწყვიტეს რომ უნდათ ფილმებიდან მანქანების გამოშვება რა. და გამოცხადდა ტენდერი. ზოგადად ეგრეა ხომ რა. ფილმის მანქანის გამოშვებას ლიცენზია ჭირდება რა. ჯერ ხო ჩვეულებრივ მანქანასაც ლიცენზია ჭირდება და ფილმიდან რომ გამოუშვა ორმაგი ლიცენზია გინდა რა. ხო. და ტენდერი გამოცხადა და Green Light-მა მოახერხა და მარტო Green Light-მა მოიგო მაშინ ეს ტენდერი და პირველი სერია იყო Forza-ის სერია რომელიც ჩაუსვეს წარმოებაში. მანამდე Eleonor-ი ქონდათ, მაგრამ ისე რა ანუ Eleonor-ით დაიწყეს, ხო? ფილმების თემა კი. ხო. ნუ ეხლა და ახალ ფლობელობაში უკვე ამ მანქანით დაიწყეს. კი ბატონო. არა, ისე სხვათა შორის ხო მაგრამ ამ მანქანით არა, Forza-ის სერია გააკეთა. Forza-ის სერიით. ანუ ფილმების თემა დაიწყეს Forza-ით. ოფიციალურად რა. გასაგებია. ანუ იქ შედის ეს მანქანა და კიდე ყველა ცნობილი მანქანა ბევრი. აი ხო 1.53 არის მასშტაბი. დეტალიზაცია არის. ძალიან მაგარი რამეა რა, ამაჯობია. ხო და კიდე რა მინდა რომ თქვა რა Green Light რა Green Light-ს აღიარებენ ხოლმე ჩვენთან არა. ჩვენთან აფასებენ ამ ბრენდს. ზოგადად სოფლიოში აღიარებენ როგორც დაბალ ბიუჯეტიანს. ხო. და კი შეიძლება დაბალი ბიუჯეტიანია, მაგრამ ხარისხი არის რაღაცა ძალიან მაგარია რა. ისე ჩემ ბავშვობაში რატო არ იყო ესეთი კაი რაღაცები? თქვენ არ იმსახურებდით. რატო ვერ გავიგე?
თქვენ არა იყო ოღონდ ჩვენ არ აქვს ცდომა. ახო იყო, იმიტომ რომ ბურაჯო 74-იანი არის, 74 წელს გაკეთდა, მაინც თუ 77-ში. და არის კიდე იქ ბრენდები, აღარ ჩამოთვლი, რომელიც უფრო ძველებია რა. უბრალოდ თქვენ ცხოვრობდით მაშინ რა ქვია. ვაკუუმში. ხო და პოსტკომუნისტურ წყობის დროს. ნუ ამერიკული მანქანების მიმართ თქვენ ჩემი სიყვარული იცით. იცით რომ მუსტანგის ფანი ვარ, მაგრამ ეს მანქანაც ძალიან მაგრად მიყვარს. ანუ შე რა გინდა თქვა რომ ეხა მე რომ დოჯის ფანი ვარ, რა მეტენებია რა. არა რა ეხლა კარგია და რას მოვიტანო ბოსი თუ რა გინდა ეხლა ხო ბოსით მაშინებ ხო მოკლედ вообще ჩარჯერის თემაც დავიწყო ცოტა შევაპაროთ 66 წლიდან დაიწყო და პირველი მანქანა იყო Dodge Cornet. კი ბატონო Cornet-ის მერე გაკეთდა ეს ოდნავი სახეცვლილება მიიღო თავიდან 66 წელს ის უფრო hatchback იყო კი ბატონო და პირველი Dodge Charger-ი ეგრეთ წოდებული ეგ სახელი რო დაარქვეს Charger-ი არის დამტები ხო ვიცი რო დაარქვეს ეგ სახელი კორონეტისგან ფაქტიურად არც განსხვავდებოდა რა ძალიან გავდა კი ანუ იგივე მანქანა იყო კრაისლერმა ეგრე გადაწყვიტა რა ხო კრაისლერის ხელში ხო და თან სხვაობა რა იყო კორნეტსა და ამას შორის რომ ეს უფრო მაღალ დონეთ ჩათვალეს რა ну აი ვითომ კლასიფიკაციის მიხედვით ხო კლასი შეცვალეს და უფრო ვითომ უფრო ახალი თაობა გააკეთეს არა და უბრალოდ სახელი შეუცვალეს ხო რა მე თუ მკითხავ თითქმის იმიტომ რომ ვიზუალურად ხო ორივე მანქანა ძალიან გვანან ერთმანეთს იმედია ამუანათებ აბა რას ვიზავ მაგას ჩარჯერიც რო ქვია და კორონეტსაც კორნეტ ხო ხო მაგრამ აი მართლა რო სახეცვლილი და მართლა რო ისტორიაში რო შევიდა დაჟე სანამ ფილმი გამოვიდო და მანამდეც უკვე რო პოპულარული იყო ამერიკელი ხალხისთვის და უკვე რო საყვარელი მანქანა იყო დაიწყო 68 წლიდან კი 68-დან 70 წლამდე რომელსაც რო უკვე ვიზუალი შეუცვალეს მანქანას რადიკალურად ძრავებით შეუცვალეს, ბევრად გაუძლიერეს ძრავები, იმიტომ რომ კორონეტს ქონდა მაქსიმალური 280 ცხენის ძალა, ამას ქონდა მინიმალური 250 ცხენის ძალა. და არა, ყველაზე მეტი 425 ცხენის ძალით. ამას კი. ხო. დაჟე ის 8 წერია 426. ხო, 426 ძრავზე. ხო. კიდე რა მინდა რომ თქვა, ეს მანქანა როცა გამოვიდა ამის ფასი იყო 2500 დოლარი. 2200-დან იწყებოდა მგონი ფასი. სულ ახალზეა ლაპარაკი. ხო. და რა მინდა რომ თქვა რა, ჩემთვის muscle car რასაც ეძახიან, ასოცირდება ეს და ერთი კითხვა უნდა დავსვა. რო არა ის ფილმი, რომელიც ყველას გვიყვარს, ეგეთი პოპულარული იქნებოდა და ეგეთი სასურველი. მე მგონი არა. როგორ იცი ახლა კონკრეტულად ეს მანქანა ხო? ამის პოპულარიზაცია, რასაც ქვია. ხო. დაიწყო და არა, დაიწყო 90-იანების მიწურულს 2000-იანების დასაწყისში. ხო. იმაშიც არის 68 წლის ჩარჯერი ბულიჩი. ხო, ბულიჩიც არის. მუსტანგი და ჩარჯერი ეჯიბრებიან ერთმანეთს მაგალითად. ხო, და ბულიტი ვაფშე 70-იანებში გადაღებული. მაშინ ახალი ის მანქანა. ხო. და როგორ იცი რომ ყოველ წელს იმატებდა რა. მოთხოვნა იზრდებოდა. ხო, მოთხოვნა იზრდებოდა. უკვე
ანტიკვარში გადიოდა ეს ავტომობილი, როგორ ეხა 2000-იანების დასაწყისში, აგერო 30 წლის და მეტის. ხო, და კიდე რაღაც მინდა რომ ვთქვა. ნუ მოკლედ ეს მანქანა თუ ფორსაში. ვისაც გგონიათ რომ ქარხნული მოიყვანეს და ქარხნული იყო ეგეთი მაგარი ეგრე არ არის. ფილმისთვის სპეციალურად აწყობენ ხო. ხო, ეგ თავისთავად, იმიტომ რომ ეხა ამას ხო? ძრავი ქონდა შეცვლილი და რაღაცები რა. ამას მგონი ედელბროკის ძრავი ჩაუყენეს. მაშინ ფილმისთვის. ხო, ანუ მაგის თქმა მინდა რომ აი უფრო ბავშვებისთვის მინდა რომ თქვა რა. არის ხომ ეგეთი რომ სიტყვაზე ახალ მანქანასთან მოვა ისა რა ქვია ძველი მუსტანგი და თავზე გადაახის. ეგრე არ არის. ფილმისთვის ეთდება. კიდაც ის მუსტანგი ავიღოთ, მუსტანგის მაქსიმალური ცხენის ძალები. რომელი? ბოსი თუ ელეონორი? გინდა ბოსი, გინდა შელბი რო იყო პირველი. 60-იან წლებზე ვლაპარაკობ მე. მაგით თქმა მინდა 69 წლის იმაზე ვლაპარაკობ ბოსზე და შელბიზე. კი. რა მაქსიმუმი რამდენი 350 ცხენი ქონა, მეტი კი 380, ხო და მე ფილმისთვის ეს ეხლა არის რომ უკვე 1000-ებზე ლაპარაკობენ ცხენის ძალებზე. ეგ ეხლანდელ იმა ჩარჯერს მაგალითად ის რო არის ჰელკეტი მაგალითად ჩარჯერსაც აყავს. ვიცი 800 ცხენი აქვს. კი, მაგრამ არ მომწონს. ხო, ნუ თანამედროვე ის არ არის რაც უნდა ეს უფრო მომწონს. აი, ჩელენჯერი იგივეა. ძველი და ახალი. იგივეა. ძალიან მაგარი არის. ჩარჯერმა რატომღაც თანამედროვე ჩარჯერმა რატომღაც მოიკოჭა. ხო, ანუ დაკარგა რა. აი, სპეცი და სილამაზე დაკარგა რაც ამ მანქანას გააჩნია. ხა, ვისაც მოგწონთ არ გეწყინოთ, მაგრამ ჩემთვის ეგრეა რა. ხო. ანუ რატომ მომწონდა მუსტანგიც? აი, ბოდიში გაწყვეტინებ აი ეს ამერიკული კუნთები, რასაც ქვია, ჩადებული არის აი ამ სილამაზეში. ხო რა. და არა დღევანდელ ჩარჯერში. ხო, აი სიტყვაზე მუსტანგის რა ვიყოთ რა. რატომ მომწონს 2014 წლიანი კუნძა უფრო ვიდრე 2015 და ზევით. იმიტომ რომ იმ ძველი მუსტანგის ხაზები არის იქ. რო უყურებ თითქოს ის არის, მაგრამ უფრო ახალი ვარიანტი. ხო, აი გათანამედროვებული არის რა, თანამედროვეობასთან მიახლოებული ხო და არის. ეხა უკვე ჩარჯერმაც დაკარგა ეგ და მუსტანგმაც, ჩემი აზრით. კი. მართალი ხარ, გეთანხმები. და ჩელენჯერი დღემდე ისეთია, როგორიც იყო. უბრალოდ თანამედროვე ვიზუალი აქვს ცოტა. სხვათა შორის რამოდენიმე დღის წინ მე და შენ ვისაუბრეთ, ჩემ ახლობელს ყავდა მუსტანგის და წინა მოდელი მუსტანგიც და ახალი მოდელი ეხლა ყავს. კი. და შედარებაზე რომ ვისაუბრეთ, ძველიო, ნუ სულ სხვა თემაა. ძველი არის ახალიო, არა. 10-11 წლის წინანდელზე ვლაპარაკობ. ხო რა. და მე 2015-მდე რაც გამოდიოდა რა, მე ძველში აი 15-მდე რაც გამოდიოდა ნაჯდომი ვარ. გეთანხმებით რომ პლასმასია, მაგრამ იმდენად კარგი ძრავი აქვს. თან 3 და 7-ზე ვლაპარაკობ. ყველაფერს თავი დავანებოთ, ლამაზიც არის. ხო, ანუ იმდენად კაი მანქანაა, რომ იმ პლასმასებს იყიდებ რა. თანამედროვე მუსტანგს, ხო, ეს ბოლო გამოშვება მუსტანგს რო შეხედო, ნუ როგორი პონტია იცი, რაღა არ გეწყინოთ მაყურებლებო, მაგრამ რაღა ფიუჟენი შეხედო და რაღა მაგას. ეხლა ნახე. გავს. არა, ხო, გავს, ბაზარი არა, მაგრამ ეხლა რომ მუსტანგი გამოვიდა, ნახე. ახალი 2024 წლის. ვითომ უფრო აგრესიული და რაღაც ის. და უფრო ნაზია. ხო, უფრო ნაზი ბროლა. და აი მაგას ვიძახი, რომ აი ეს ვიზუალი თუნდაც ხო შეიძლება გაგრძელებულიყო ახალ მანქანებში. ხო, რა თქმა უნდა რა, აი როგორც ჩელენჯერზე რო გააკეთეს რა, რომ იძველიდან აიღეს გაათანამედროვეს ის ძველი. ხო რა და რო უყურებ მანქანას ის არის რა, просто თანამედროვე. ხო, ნუ რატო არის ელექტრო აღარ მომწონს ხვანაირი ვიზუალი. არა, ეხლა ნუ და სხვათა შორის ამის ელექტროვერსია მე ხო ელექტრო არ მომწონს. ამის ელექტროვერსია მაგრად ამის ელექტროვერსია უფრო ლამაზი არის ვიდრე ჩვეულებრივი ვერსია, ხო.
მაგრამ მე ვლაპარაკობ ჩელენჯერზე. ხო. ნუ ელექტრო ისეთი თემა ის ხმაროა. ხო რა. კაცური ხმაროა გძრავს, ნუ ვინ დიზელს სადინამიკში რო გასმენინებენ მაგ ხმას და სადინამიკში. ხო რა, ტყუილი როა. ხო, ტყუილი ხმა და ნამდვილი ხმა. ხო და ეს რა ქვია, ვინ დიზელს ეს მანქანა ყავდა. ერთხელ უკვე თქვი, ეს ზუსტად ის მანქანა ყავდა. რაც ფორსაჟი ამარა ვერ მოვარა და გაგი. სხვათა შორის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ პიროვნებას, ვინც ეს მანქანა მოყვიდა. ხო, ნუ ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანს. იმიტომ რომ ჩემთვის ეს მანქანები ძალიან მნიშვნელოვანი. დოჯი მიყვარს. ვაფშე საერთოდ YouTube-ი რის გულიზაც დავიწყეთ, ხო? ჩვენი პირველი მანქანა იყო აგერა. რითიც დავიწყეთ საერთოდ. ხო და ძირითადად სტიმული რამაც მოგცა რა, ფორსაჟის მანქანა. ძირითადად ისა გემოვნებაში არ ვენთხოვით ხო? ხო. მაგრამ არის მანქანები, რომელიც ორივეს მაგრა მოგცეს. სხვათა შორის ამ ბოლო რამოდენიმე ათეული ვიდეო რო გადავფურცლოთ, რაღაცას ვემთხვევით, აი. ჩემს კი გადმოგიყვანა უფრო BMW-ების ამბავში. ნუ ვინ ვიცისკენ კიდე საკითხავია. მაინც არ იმიტომ რომ BMW-ში მე ისეთი განსხვავებული მოდელები მომწონს, რომელიც რომ BMW-ს უფრო არ გავს. და მე რა ეგრე არა ვარ, ვერ გავიგე. ხო, და ის რა ქვია. ნუ კიდე რა შეიძლება ითქვას ამას. გამონაკლისები ყველა ბრენდს. 69 წლის ჩარჯერი. ხო. დაიტონა. ეგ ვაფშე სულ სხვა თემა გააკეთა. ის სულ სხვა თემაა და ძალიან ძვირი ხუთს. ხო, ნუ ეგ ფაქტიურად იმ მანქანის პონჩი გადის, GT40 პონჩი გადის. აი ის მანქანა თუ ჩამივარდა ხელში, იმაზე თალკე ვიდეოს გავაკეთე. ოღონდ ის აუცილებლად სტაფილოსფერი უნდა იყოს. რატო წითელი რო იყოს? ან თუ არა წითელი. ის Toretto-ს წითელი. შვიდისფერი როა? შვიდისფერი. არა, მაგას სტაფილოსფერი ჯობია. არა, ის ფორსაჟის მანქანა. სტაფილოსფერი ჯობია. ხო. ნუ რავი. ნუ მაგაზე მოვრიგდებით მეტად. მე მგონი ვშო რა. ხო და ის დაიტოვნა ჩარჯერი, როგორ დამოვიწყდეს. Toretto-ს მეთქი, Vin Diesel-ს კოლექციაში ყავს. ხო, რატომ ბაცე ხა არ ეყოლება. მაგრამ ის არის როგორი რა, ანუ ძალიან იშვიათია რა, და ჩვეულებრივი მანქანა არ არის. სარბოლო მანქანა ის. იმაზე ძალკე ვიდეოს გავაკეთებ თუ ჩამივარდა ხელში. აი, დავასრულოთ ახლა. იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. იმედია შეგვაფასებ დადებითად. იმედია ფორსაჟის ფანებს და ამერიკული მანქანების ფანებს ცოტა მაინც გაგიხარდათ. ხო. ესეთი ორიგინალური მანქანის განხილვაზე. ხო და თან ეს არის limited edition. ლიმიტი. და რა მინდა რომ თქვა, ამას ლიმიტი არ აწერია ხოლმე, მაგრამ limited edition იმიტომ წერია. ხო, აი აწერია. Dodge-ის ლიცენზია და Universal-ის. ხა შევამჩნია. ხო, limited edition იმიტომ არის რომ აწერია რომ რაღაც პერიოდი იწარმოება და მერე უცბად ქრება. კი. და ერთი შემთხვევა უკვე მქონდა ეგეთი. რაო, adult collectible. არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო გააზიარეთ, კომენტარები დაგვიწერეთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და დავამთავრეთ. დანარჩენს უკვე ჩვენ ვიზავთ. ახლა დავამთავრეთ რა. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.